ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს 2022 წელს დაწყებული საზოგადოებრივი სამუშაოების 4-წლიანი პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში სოცდაუცველების დასაქმებას ითვალისწინებდა, სავარაუდოდ აღარ გაგრძელდება. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტის თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტი 21.600.000 ლარი იქნება. მაშინ, როდესაც ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით პროგრამის დაფინანსება 113 მილიონ ლარს აჭარბებდა. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით. BMG-ს ჯანდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს, რომ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა არსებული ფორმით არ გაგრძელდება, მაგრამ როგორ სახეს მიიღებს ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ასიგნებები. აღნიშნულ პროგრამას მიმდინარე წელს შეუსრულდა 4-წლიანი ციკლი, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამავდროულად ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებით. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველები ყოველთვიურად 300 ლარიან ხელფასს იღებდნენ და პროგრამაში ჩართვის პარალელურად მათ სოციალური შემწეობა უნარჩუნდებოდათ. ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამას რეალური ეფექტი არ ქონია და მას მთავრობა უფრო მეტად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. 9 მილიარდ ლარამდე თანხა არაფრის შექმნაში გადაიყარა. ასე აფასებს 4-წლიან სახელმწიფო პროგრამას ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე. ეს პროგრამას ატარებდა მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს. პოლიტიკურ ხასიათს ის, რომ 300 ლარს აძლევდნენ ადამიანებს არაფრის კეთებაში. ანუ ადამიანები არ ფიქრდნენ არც ერთ პროდუქტს და ალბათ გახსოვთ, რომ თიანეთის სასაფლაოს მომვლელებად 124 ადამიანი იყო დასაქმებული, რომლებიც არ გადიოდნენ არც წვიმაში, არც თოვლში, არც დაბალ ტემპერატურებზე და არ მუშაობდნენ. ანუ 9 მილიარდამდე ფული გადაიყარა იმაში, რომ არაფერი არ შეიქმნა. და ამიტომაც არ ვერ შეაფასებენ და რომ შეაფასონ, არ გამოაქვეყნებენ ამას, იმიტომ რომ ეფექტიანობა იყო ძალზე დაბალი. ვერ მივიღეთ ვერც დასაქმება ადამიანების, ვერც მაგათ უნარჩვევების ან ახალი ცოდნის მიღება, არაფერი არ ხდებოდა. უბრალოდ ხდებოდა ელემენტარულად 300 ლარის მიცემა და არჩევნების დროს დაშინება. არ მომცემ ხმას, ეს 300 ლარიც არ გექნება. ბოლო 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე ჯამში 377 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ყველაზე დიდი მოცულობის ბიუჯეტი კი პროგრამას მიმდინარე წელს ჰქონდა 112 მილიონ 800.000 ლარი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში სახელმწიფოს 39.707 სოციალურად დაუცველი ყავდა დასაქმებული. თითქმის 33.000 სოციალურად დაუცველმა კი საკუთარი სამსახური ლეგალური გახადა. რატომ აღარ აგრძელებს მთავრობა სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამას? ეკონომისტების ნაწილის განცხადებით, აქ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბიუჯეტში არასაკმარისი თანხების ქონაა, რის გამოც მათი განმარტებით მთავრობამ ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებად საჭირო პროგრამის გაუქმება გადაწყვიტა. ამ ფორმით ხელოვნურად სამუშაო ადგილების შექმნა არ მუშაობს არსად, შესაბამისად არ იმუშავა საქართველოშიც და მხოლოდ პოლიტიკური ასპექტი იყო მნიშვნელოვანი ქართული ოცნებისთვის. პოლიტიკურ მიზნას ქართულმა ოცნებამ მეტად თუ მეაკლებად მიაღწია, შესაბამისად, როდესაც ფული უკვე აღარ არის ბიუჯეტში, ამსეთი პროგრამების დაფინანსების რესურსი ქართულ ოცნებას აღარ აქვს და იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეაჩეროს. შესაძლოა, ასე ვთქვათ, დეფიციტის ბიუჯეტში, ესე იგი თანხების პოზიტიურ ეფექტად შევაფასოთ ეს ყველაფერი, კიდევ კარგი, რომ ასეთი პროგრამებისთვის ფული არაა ქართულ ოცნებას, რადგანაც ეს პროგრამები აფუჭებს შრომით მორალს და აბსოლუტურად არანაირი ეკონომიკური ეფექტის მატარებელი არ არის. ბიზნეს სექტორში კი აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა კერძო სექტორისთვის კადრების დეფიციტს კიდევ უფრო ზრდიდა, რადგან სოციალური შემწეობის შენარჩუნების პირობებში პროგრამის ბენეფიციარებს აღარ ჰქონდათ мотиваცია შრომის ღია ბაზარზე გადაენაცვლათ. ბიზნესი მიიჩნევს, რომ პროგრამის სტრუქტურა იმგვარად უნდა შეიცვალოს, რომ ბენეფიციარების კერძო სექტორში დასაქმებას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.
ეს ჩვენ გვაკლებდა იმ ადამიანურ რესურსს და დამხმარე სამუშაო ძალას, რომელიც შეიძლებოდა ქვეყანაში გამოყენებულიყო როგორც დოვლათის შემქმნელი, თავისი საკუთარი თავისთვისაც დოვლათის შემქმნელი და ქვეყნისთვისაც დოვლათის შემქმნელი. ეს ადამიანები რომ გარდაიქმნან სწორ სამუშაო ძალად. ამისთვისაც სახელმწიფოს აქვს ესეთი პროექტი და მე მგონი ჯერ კიდევ უნდა არსებობდეს, არ მომიძიებია, მაგრამ ეს შემოთავაზება ჩვენ ქონდა კერძო სექტორს დასაქმების სააგენტოდან გვიფინანსდებოდა 30 ან 40% თუ დავასაქმებდით სოციალურად დაუცვალ ადამიანს, მაშინ ღირებულების, ანუ ხელფასის ოდენობის 30 ან 40%-ს აფინანსებდა 6 თვის მანძილზე. ეს ძალიან კარგი ის არის მოტივატორი არის კერძო სექტორისთვის, რომ აიყვანოს ესეთი ადამიანი სამსახურში. გასულ კვირას პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას სოციალურად დაუცველთა საკითხზე ირაკლი ყობახიძემაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი, ვიდრე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა. ირაკლი ყობახიძემ აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი გადასახედია. როგორც ჩანს, ქართული ოცნება საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა მიმართ მიდგომის შეცვლას მართლაც გეგმავს. ბოლო მონაცემებით ოქტომბერში სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი 7,245-მდე იყო გაზრდილი. ამ ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის გადახდაზე ოქტომბერში ჯამში 71 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.